მოგესალმებით მეგობრებო. საკმაოდ კარგი ამინდი გვაქვს დღეს. კიდევ ერთი გასვლა გომარეთის ტბების მიმართულებით. შემდგომ იქიდან მინდა ასვლა სურვილი გვაქვს წვერის წმინდა გიორგის ავიდეთ. გავათვალიეროთ და დიდი ალბათობით იქ დავრჩებით. წვათ შევწვავთ, დავაგემოვნებთ და საღამოს მოტრიალდებით წამოვართ ისევ თბილისისკენ. ამინდი მაგარია, კარგი სიგრილე იქნება იქაც. როგორც ყოველთვის მე და ჯაბა ვართ. ველოდებიან ადგილზე მანქანები, ჯერ ცოტა შორის ადრეა 10:30-ზე ვართ. 10:30-ზე დავთქვით შეკრება და 10:25-ია ჯერ ადრეა, მივდივართ ალბათ ზუსტად მივალთ 10:30-ზე. ასე რომ უყურეთ სტოკების გასვლა, საკმაოდ საინტერესო გასვლა იქნება, ლამაზი ქედებით. ნორმალური ადამიანები მიდიან ნორმალურ განყოფილებაში, ჩვენ კი მივაგერ რაებს ვარჩევ გზაში. დავით. გომარეთში წვერის წმინდა გიორგისკენ მივდივართ. დღეს გომარეთობაა, ვიღოცავთ. ესე ჩვენი წვერის წმინდა გიორგის სალოცავი. ესეთი ულამაზესი ხედი იშლება აქ. აქეთ რა სილამაზე. მოგლე ძალიან ლამაზია მეგობრებო. გირჩევთ აუცილებლად ამოდით და აი ეს ლამაზი მხარე მოილოცეთ და დაათვალიერეთ. ორი წამოიყვანე.
ერთი არ გვეყოფ. ის იმასთან ხო რუსთავი აკარიკა. აი ჩაკაპებს გავაკეთებ სტაილერები და ბაგაჟნიკი რაღაცები და ისე ლამაზ ეს ჩვენი ალპური ზონა. გამოვიდეს ხოლმე გამოვიდეს. საერთო ფოტოც მინდა. რაცა მითაოს და დაგვაყენოს როგორც საჭირო. ეს არის გომორეთის ერთ-ერთი ტბა. Çelomum raş yumurta var. Uzak maşo. Rari da შემოდეფა გავერიო ხელში. აი ყველაზე მაგარი საშუალება 4-4-ის ბლოკირებული ხიდებიდან. ნახე რა ხედია. ესებში როგორ წერია ხა თვითაჭის დალევა სათხდება. სადაც გაგიხარდებოთ? ვის რაში გაგიცვალოთ, აბა? აქედან გადავწყვიტოთ, თუ გექნებათ სურვილი ჭალკაზე გადავიდეთ, თუ არა და ჩავიდეთ ისევ დაბლა და იქ მდინარის პირას დავждეთ როგორც თქვით. როგორც ითქვით, სულეთია. თქვენ როგორც გაგიხარდებათ. მე Dali zura martis montana ein tsarayo. ეს კიდე წითელია. ვასენელა ყველაზე კარგად შეიძლება. აქ აგარჩი. მალი საქმეები. წავედ თბილისში ესე. თქვენ სახთან ვართ და აქ ხო არ ხართ თქვენ? არა მე აქეთ ვარ, მარნეულში მივიდივარ. ევაკუატორი გვინდოდა რა, მანქანა ყავს გაფუჭებული და წაყვანა გვინდოდა თბილისში. ახლა ტრატაზე გახსნებული. კი, მარნეულში დგას, მარნეულში კი არა, თეთრი წყაროს ცენტრში დგას, გამგეობასთან. ამით აბა ამოვალ ალბათ ბევრი მარნეულში დიდი საქმე არ მაქვს, რაღაც
და დაუხდება და გზაში დაგვიზიანდა ერთი მანქანა. თავისი წლის დროს შაქვრა. დიდი ალბათობით კომპიუტერია ვან. ელექტროშნურებია დაზიანებულია და ველაპარაკეთ ახლა აქაურ ევაკუატორს. სანამ თბილისიდან ამოვა მე მგონი ისევ აქაურია გასულია სადღაც და მოგვისწრებს და მოვა და ალბათ დაველოდებით და წამოვედგა. მოკლედ იქ მანქანაზე რაც შეეხება დახმარება ჭირდებოდა ევაკუატორი გამოვიძახეთ. ორი მანქანით იყვნენ და ერთმანეთთან გადაჭდებიან, ჩამოვლენ მშვიდობით, ყველაფერი კარგად არის. დავიძარით, ახლა მივდივართ. ისე ჯაბა სხვათა შორის ძალიან ლამაზი ადგილია და უწოდეს მინდა გეუბნებოდა. არა ჩუმები და ის თმები ძალიან სანახაობლები იყო სადაც უკრავთ. კომარეთის თმები. მან ზამთარში იქნება სასწაული. ეს ეგრეთ წოდებული სტოკების გასვლა ძალიან საინტერესო გამოვიდა და ამ ყველაფერთან ერთად ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო იმ ადამიანების გაცნობა, ვინც ჩვენ ჯგუფში აქტიურობენ, უყურებენ ჩვენს გასვლებს, ვიდეოებს, თუმცა უშუალოდ ჩართულები არ არიან, იმიტომ რომ ხშირად ისეთ გზებზე გავდივართ, სადაც ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ესეთი გასვლები ხშირი გქონდეს და სხვათა შორის ესეთი რამე გითხრეს რა და ხშირად არის რა მე ჩემი მანქანით როგორ შევძლებს სიარულს და ასე შემდეგ და რა არის ისე იმას ვფიქრობ რომ ესეთი გასვლები ხშირი გქონდეს და ისეთ ტრეკებზე ვიარო სადაც მეტნაკლებად ისეთი გზები იქნება სადაც ყველა შეძლებს სიარულს რა კი ესეთ გზებზე სიარული ერთის მხრივ რომ სასიამოვნო პროცესია ერთმანეთის გაცნობის ამბავში მაგრამ მეორე მხრივ კიდე საინტერესოა იმით რომ ჩვენი კუთხის იმ ულამაზეს ადგილებს ვეცნობით რომელ ადგილებსაც საერთოდ არც ვტუმრობთ და არც მივდივართ და იკარგება ფაქტიურად აი ხა ხო 15 წლის წინ ვიყავია გამხარეს რა და რა ლამაზი ადგილია თან ეს ხრამის ხეობა ულამაზესია სადაც დავჯექით ახლა სადაც წვადი შევწვით თბილისთან უახლოესია რა მისი შორე და დიდი მანძილი არ არის მოკლედ მეგობრებო შემოგვიერთდით ხოლმე აუცილებლად თუ ხავთ თქვენი 4-4 მეგობარი მანქანებით და ჩვენც ხშირად დავგეგმავთ ასეთი სახის გასეირნებებს სხვადასხვა მიმართულებით ვივლით ულამაზეს ადგილებს მოვინახულებთ რადგან ჩვენთან ძალიან ბევრია ესეთი ლამაზი ადგილები სადაც შესაძლებელია მისვლა ნახვა გაჩერება თუნდაც ერთმანეთის გაცნობა ურთიერთობა აზრების გაზიარება და ასე შემდეგ ასე რომ შემოგვიერთდით ყველა მივდივართ ახლა მშვიდობით ასე მშვიდობით ჩამოვალთ ყოველთვის და თქვენთვის აუცილებლად ვეცდებით მაქსიმალურად რომ საინტერესო ვიდეოები დავდოთ და საინტერესო გასვლები იყოს და ცოცხალი ურთიერთობები იყოს მაქსიმალურად რა თქმა უნდა ვეცდებით ახლა მეორე შაბათ-კვირას თუ მოვახერხეთ დავგეგმავთ კიდევ გასვლას ალბათ უფრო რთული გასვლა იქნება მეტნაკლებად იმიტომ რომ მოწყურებული ვიყავთ უკვე ცოტა არ იყოს დავიღალეთ ეს ხრაშიან გზაზე სიარულით და ალბათ გადაუხვევთ საკმაოდ მძიმე უგზაობას შევხედოთ როგორი ამინდი იქნება თუ შეგვიწყობს ხელს ამინდის სიტუაცია აუცილებლად დავგეგმავთ და ავტვირთავთ ჩვენს YouTube არხზე